გითხოვთ რომ არასკროლოთ და უბრალოდ მომისმინოთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ყურებადი ტელევიზიები არ მათქმევინებენ და სხვანაირად როგორ მოვიტანოთ თქვენამდე ეს ყველაფერი არ ვიცი. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ. დღეს არის 3 დეკემბერი 2024 წლის ღამის 3 საათი თენდება. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და მინდა რომ უბრალოდ მომისმინოთ და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს აჩვენოთ ეს ვიდეო. ან მიაწვინოთ ეს ინფორმაცია გნებავ თქვენ თავად მოუყევით. ძალიან ვღელავ, შეიძლება არეულად ვისაუბრო, მაგრამ უბრალოდ არასკროლოთ რა. დავიწყოთ თავიდან. წინასაარჩევნო კამპანია ქართული ოცნების მიერ ჩატარებული. დაპირება 0 ბიძინა ივანიშვილის ანტიპიარი ქართული ოცნების. დაპირებები იყო რაღაცა ღირსებით ევროპის ან აბსტრაქტული რაღაც სისულელეები, ხო? არანაირი კონკრეტული დაპირება. მაშინ როდესაც 2 დეკემბრის 11 საათიან მთავრობის ხდომაზე ირაკლი კობახიძემ 15 წუთში დაპირებების კორიანტელი დააყენა, რომ ამას ვიზავთ, იმას ვიცავთ, რაღაც ძალიან ამბიციურები ვართ, ის ვართ. თითქოს 12 წელი არ ქონდათ ამ ყველაფრისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ არ გაუკეთებიათ. შემდეგი დეტალი, ბიძინა ივანიშვილის ანტიპიარი ქართული ოცნების. ბევრი სისულელე თქვა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ყველაზე მეტად მტკივნეული იყო, რომ ბოდიში გვაქვს თურმე მოსახდელი აფხაზებთან და ოსებთან და საფასუხოდ მე რაც მოყვა ამას ამ დე-ფაქტო ხელისუფლების ჭალებში ლიდერებისგან, ეს ამ თემაზე აღარ შევჩერდები. და ამ დროს ოპოზიცია რას აკეთებდა? ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას და გვარწმუნებდა, რომ ამ გზით ჩატარებული არჩევნები უბრალოდ ვერ გაყალბდებოდა, გამორიცხული იყო რაიმე მსგავსი. შემდეგი დეტალი, წარმოიდგინეთ, რომ არჩევნები არ გაყალბებული ხო? და თქვათ, პირიქით ჩაეტარებინა ძალიან მაგარი წინასაარჩევნო კამპანია ქართულ ოცნებას, მოეგო 50%-ზე მეტი აიღო და ნუ ოპოზიციასაც აიღო ისაც აიღებდა რა. რა მოცემულობა გვექნებოდა ასეთ შემთხვევაში? ასეთ შემთხვევაში გაგზავნებოდა ყველაფერი ისე როგორც იქამდე. მეტნაკლებად შვიდად, სტაბილურად, ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულობამდე ვერ მოვიდოდით, ხო თანხდებით ამას. თუმცა ეს აკმა რა, შემდეგი გამაგზიანებელი ფაქტორი არჩევნებიდან რამოდენიმე დღეში იღებენ სასწავლო პროგრამიდან ილიას აკაკის ვაჟას ნაწარმოებებს, რომელიც პირდაპირ აღვიძებს საბრძოლო სულისკვეთებას, ეროვნულობას და ასე შემდეგ. ოღონდ ეს იმის ფონზე, რომ ირაკლი კობახიძე დილის მთავრობის ხდომაზე გვეუბნება, რომ თურმე მოსწავლეებში პატრიოტული გზნობებია ასამაღლებელი. მაგრამ იქამდე რამდენიმე დღით ადრე ამოიღეს მთელი რიგი ნაწარმოებები, რომელიც ამას უზრუნველყოფდა. დაგვრცინიან ხალხო, ანუ ცდილობენ გამოგვიწვიონ. შემდეგი ანონსებენ, რომ პრეზიდენტად გვისვამენ ყაველაშვილს და ერთ თუ ორ დღეში გვეუბნებიან, რომ ევროპასთან წყვეტენ საუბარს. და ვართ იქ სადაც ვართ. ანუ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გამოიყვანათ ხალხი ქუჩაში და მივსულიყავით აქამდე. გავლილია 2 ეტაპი. რუსული კგბ-ს დაზვერვის სამსახურის წლების და რავით საუკუნეების შემუშავებული გეგმის 2 ეტაპი. პირველი ეს არის დემორალიზაცია, რომელიც 15 წელი ჭირდებაო და ესე იგი რომ თაობა აღზარდო. ზუსტად ის თაობა, რომელიც ახლა აქ დგას. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამ ყველაფერზე საუბრობს კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა კანადაში. მე ამ ვიდეოსაც ავტვირთავ დეტალურად ყვება შემდეგ ამ ყველაფერს მას შემდეგაც ის გადავიდა კანადის მხარეს და ჩადგა კანადის სამსახურში. მოკლედ გავლილია 2 ეტაპი. ეს არის დემორალიზაცია, რომ შენთვის ფასეულს უყავ ახერხებ რომ აღზარდო ახალი თაობა, რომელსაც ბოლომდე, ასე ვთქვათ, მართავ და შეგიძლია რომ ვთქვათ, ბოლომდე მოვახდინო მასზე ფსიქოლოგიური манипуляციები. მეორე ეტაპი არის დესტაბილიზაცია. ისაც ხედავთ ჩვენს ქუჩებში. შემდეგი ეტაპი არის კრიზისი. კრიზისი არის, ნუ რა ვიცი, ეკონომიკურიც, შეიძლება რაღაც სამოქალაქო ომი, ასე შემდეგ, ძალიან რთული ეტაპი. სხვათა შორის ამ ეტაპზე თუ გადაავლებთ გახარიას TikTok-ის გვერდს, თვალს, იქაც აღმოაჩენთ ამ ყველაფერს. რომ ის საუბრობს ამ კრიზისებზე. ანუ მასაც აქვს ეს ინფორმაციები. ის რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია, ამას რაზე დაყნობით ვაკეთებ. პირველი, გინახავთ როდისმე აქცია, არათუ ამ დონის, სადაც საუბარია მთავრობის ცვლილებაზე. არამედ რაღაც პატარა აქციაც კი, სადაც არ მისულა ოპოზიცია და არ უცდია რომ პლუსები ჩაეწერა. გინახავთ რამე მსგავსი. აქ რა ხდება მაშინ, რა მოხდა, რა შეიცვალა, რატო არ არიან ოპოზიციები, რატო არ არის ტრიბუნა და რატო არ გამოდიან სიტყვით. დგანან ამ ხალხის უკან და ამბობენ რომ ეს აქცია არის თვითორგანიზებული. მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც გველის და რაც მოხდება. და ის რომ ძალიან ცუდი რაღაც მოხდება, მასე ეს ზედმიწევნით იციან. ეს რომ არ იყოს მართალი, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, და ეს რომ ტყუილი იყოს, მაშინ რატო არც ერთი მათგანი არ მიდის და ისინი რომ გულწრფელები იყვნენ, რატო არ მიდის ამ ახალგაზრდებთან და არ უხსნის რომ რასაც თქვენ ახლა აქ აკეთებთ, ამით შედეგს ვერ მიიღებთ. გაცილებით მეტი შედეგის მიღება შეიძლება თუ თქვენ დარჩებით კანონის ფარგლებში. რას გულისხმობ? კანონით გაწერილია აქციების გამართვის და პიკეტირების უფლება. შენ შეგიძლია თუ არ ისური ქვებს, თუ არ ისური ფეერვერკებს, არ იგინები, არ ილანძღები და ასე შემდეგ და რჩები კანონიერების ფარგლებში, შენ შეგიძლია მოახდინო არაერთი ქუჩის გადაკეტვა კი არა და რუსთაველის გადაკეტვა კი არა. მთლიანი ქალაქის პარალიზება, შესასვლელ-გასასვლელის. მთლიანი ქვეყნის პარალიზება. გესმით თქვენ რაზეა საუბარი? თქვენ შეგიძლიათ დაფიცვის უფლება. მთლიანი ქვეყანა შეგიძლიათ გახადოთ პარალიზებული კანონიერად, სხვადასხვა სამსახურებში ადამიანები გაიფიცნონ, ეს ყველაფერი გაწერილია კანონში.
ერთ-ერთი ბოლო ამის მაგალითი, საუკეთესო მაგალითი იყო ამერიკაში, პორტის თანამშრომლების გაფიცვა სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა. რა თქმა უნდა, მათ მიიღეს და დაუკმაყოფილდათ ის მოთხოვნები, რაც ჰქონდათ, იმიტომ რომ მთელი ამერიკის პორტები იყო პარალიზებული. ჩვენი უახლეს ისტორიიდან მახსენდება მეტროს თანამშრომლების გაფიცვა, ძღოლ მემანქანეების და თუ არ ვწდები, ავტობუსის მძღოლების გაფიცვაც იყო, როცა თქვა ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. რის თქმა მინდა, ეს აქცია 5 დღეა უკვე მიმდინარეობს არაორგანიზებულად. აი ვერ ხსნის რა ხდება, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმ ფერვერს რო ესროი, ანუ რას იღებ მაგით, ადგება ერთსა, თქვა ხუთა აირის ბალონს გესვრის და დაშლილია მთელი აქცია, ანუ რას იღებ მაგით, აძლევს საბაბს, რომ დაგარბიოს, ხო? ეს შედეგს მოვიტანს. ამით გინდა რომ რუსული მთავრობა, ანუ რუსეთი დაამარცხოს საქართველოში გინდა, იმით რა ქვია, ასაფეთქებლებით და ქვებისროლით. ამ ყველაფერზე რატო არ ელაპარაკება არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, თუ ისინი არიან მართლები, გულწრფელები და ნამდვილად ამ ხალხის გვერდში მდგომები. შეგიძლიათ ეს ამიხსნათ. მოკლედ, გაყიდულია ჩვენი ქვეყანა. მთავრობისგანაც და ოპოზიციისგანაც. მე არ ვიცი ვინ ვის რას გაურიგდა ამ ინფორმაციას ჩვენამდე ვინ მოიტანს, მაგრამ რო ვაკვირდები მოვლენებს, მე მახსენდება ღმერთმა გაანათლოს და აცხონოს იმის სულს ვენაცვალეს, ზვიად გამსახურდია სიტყვები. დასავლეთსა და საბჭოთა იმპერიას შორის მუდამ არსებობდა გარიგებები, ცნობილია იალტა, ცნობილია მიუნხენი, ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. დიახ, მალტაა ცნობილი და ბევრი რამ არის კიდევ ცნობილი და მოდით იმპერიის მხარეზე, ნუ იქნებით იყავით თქვენი საკუთარი ერის მხარეზე და ნუ გარიგებების მხარეზე. დასავლეთთან გარიგებების მხარეზე. იყავით თქვენი ერის მხარეზე და ემსახურეთ თქვენს ერს. აი ეს არის პარლამენტის მოვალეობა და დეპუტატის მოვალეობა. და არა ორმაგი თამაში იმპერიასა და ჩვენ შორის. თქვენ გამორიცხავთ ახლა იგივე სცენარს. უფრო მეტიც პირიქით, თუ კარგად დააკვირდებით მოვლენებს, თითქოს ერთი თავიდან იმართებაო. დასავლეთიდან იმართება ოპოზიციური ფრთა, რუსეთიდან იმართება მთავრობა, მაგრამ საბოლოო ჯამში მთელი ეს გეგმა გაწერილია ერთი თავის მიერ, ან თავები ჯგუფი ადამიანთა ჯგუფის მიერ. თუ კარგად დააკვირდებით, თქვენ დაინახავთ აი ამ სცენარს. მესამე ეტაპი ეს არის კრიზისი და მეოთხე ეს არის ნორმალიზება. ბრჭყალებში. ესეც ცინიკური რა თქმა უნდა, ნორმალიზებაში გულისხმობენ ეს აგენტი, რომელზეც მე ზემოთ ვისაუბრე, მაგალითი მოხავს, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ ტანკებიო, ბრეჟნევმა თქვა, რომ ახლაო ჩვენს მოძმე ჩეხოსლოვაკიაშიო სიტუაცია ნორმალიზებულიაო. ან როდესაც ხდება სისხლიზღვრა დაპყრობა, რაღაცა უბედურება, ამას ეძახიან, რომ ახლა ყველაფერი კარგად არის, ასეც უნდა იყოს, ნორმალურად არის უკვე სიტუაცია. ეს არის მეოთხე ეტაპი. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ამას საუბრობს რამოდენიმე ათეული წლის უკან ის აგენტი, რომელიც მუშაობდა კანადაში. კიდევ ორ ამ ვიდეოს ავტვირთავ და შეგიძლიათ ეს ვიდეო იხილოთ თვითონმა თქვენგანმა. ან რა ვიცი, კომენტარებში ლინკის სახით დავუხთავ. ალბათ ეს ერთი ნაწილი იქნება 10 წუთიანი ვიდეოს და მეორე ნაწილში ვისაუბრებ გამოსავალზე. რაშია გამოსავალი? ეხლა რაშია გამოსავალი? ამ ბევრ უბედურებებთან ერთად რაღაც კარგი ხდება და ერთ-ერთი კარგი არის ის, რომ ძალიან ბევრი ჭკვიანი ახალგაზრდა გამოჩნდა ასპარეზზე. რომლებსაც ვეუბნები, რომ თუ თქვენ და რა ვიცი, მეც თქვენს შორის რიგით წევრად ჩამთვალეთ, ნუ თუ დამცალდა რა. დავიწყოთ იმ სულ განათლებულების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შემდეგ პირველად ეროვნული მოძრაობა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თქვენ გაქვთ აბსოლუტურად ყველანაირი მონაცემი და შესაძლებლობა, რომ გაერთიანების და გარკვეული გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაში სრულად გადაჭრილოთ ერთად აღებული ოპოზიცია. რადგან დღევანდელი ოპოზიციის სახეები ჩვენ საზოგადოებას ყელში აქვს ამოსული. ყველას არ ვეხები. არიან გარკვეული ადამიანები, გარკვეული პირები, რომლებიც ძალიან მაგარი კადრები არიან და იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში, ნუ არ დავიწყებ ჩამოთვლას რა. მაგრამ მე გულისხმობ 80% დღევანდელი ოპოზიციის არის დაჭაობებული, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მთავრობაში და რომლებზეც ქვეყნის ხელახლა ჩაბარება იქნება დიდი უბედურება რა. და ეხლა მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ რა. მე რა ვერ გავიგე იცით? ესე იგი, ახალგაზრდები უნდა გაილახონ, უნდა დასვედნენ, უნდა გაიგუდონ ბოლში, უნდა დააკავონ, უნდა ცემონ ასე შემდეგ. და შემდეგ წარმოდგენილი ოპოზიცია თუ მოხდა ისე რომ მთავრობა წამოვიდა დათმობებზე, წარმოდგენილი ოპოზიცია უნდა დაძდეს სკამებზე? ლოგიკა სადაა ხალხო? რიღასთვის თუ თქვენ მოახერხებთ ამას, ისინი რაღაცი გჭირდებიან მაშინაც. იქიდან ღირსეულ ადამიანებს, ვისაც მართლა უყვარს ქვეყანა და კიდევ არიან ესეთები, ამოარჩევთ, თქვენ გვერდში დადგებიან და ერთად გააგრძელებთ აი ამ საქმიანობას რა. საუკეთესო გამოსავალი ქვეყნისთვის თუ გნებავთ არის ეს. ისევე როგორც უდიდესი უბედურება იქნება ამ მოღალატე და კორუმპირებული ხელისუფლების ისე უმრავლესობაში დატოვება. ახლა როგორ უნდა შეირჩეს ამ გაერთიანების წევრი? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? ნახეთ. ერთი კრიტერიუმი მხოლოდ. ერთადერთი კრიტერიუმი. ამ გაერთიანებაში, აი ამ ეროვნულ მოძრაობაში შეგიძლიათ გააწევრიანოთ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ხალხსუსვამ, რომელიც იზიარებს
და თანახმა მთელი აი ამ ეროვნული მოძრაობის საყრდენად, საძირკველად, კლდედ, რადგან ააშენებს შემდეგ სახლს და ეკლესიას, რომელსაც ვერასდროს ვერავინ დაანგრევს, ვერანაირი ბოროტი ძალა, აი ამ კლდედ და საძირკველად გამოიყენოთ ქრისტიანობა და ქრისტიანული მოძღვრება. თუ თქვენ მოახერხებთ და შეთანხმდებით, რომ მთელი თქვენი ღირებულებების, მიზნების, ამოცანების თავარი ფილტრი, თავარი მოტივატორი არის ქრისტე და ამოხვალთ აი აქედან, მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ თქვენ გახდებით ერთ-ერთი დიდი გაერთიანების და ეროვნული მოძრაობის წევრები და ლიდერები. ეს არის გამოსავალი, რომ გამოიჩინეთ ინიციატივა, დავსხდეთ ერთად, გამოიყენეთ ეს კრიტერიუმი, რაზეც მე წერან თქვენ გესაუბრეთ, მეტი არ გჭირდებათ არაფერი. აი ამას თუ აკმაყოფილებს ადამიანი, ამაზე თუ თანახმაა, იქამდე სულ არ ვიცი, წაწაღებული ყოფილიყო, თუ თავის შეცდომებს გულწრფელად ნანობს და ამბობს, რომ მე თანახმა ვარ, აი ამ ფასეულობებზე დავამყარო ჩემი მომავალი საქმიანობა, ის თქვენს რიგებში უნდა მიიღოთ. ნუ ბევრი დეტალი ახლა მე რამდენი შემიძლია ვისაუბრო და ყველაფერს როგორ მივედმოვედო, მაგრამ ერთს გეტყვით ხოლმე ერთს. ნუ აიჩემებთ, რომ რაღაცა ლიდერობა და აი თქვენ და ნომერ პირველ და წამყვანი პირიქით გაერთიანებას, რომელსაც ერთი ლიდერი ყავს. გაცილებით ადვილი სამიზნე ხდება ეს კონკრეტული ლიდერი და უფრო დიდიცაა ცდუნება, რომ ის ერთი კონკრეტული ლიდერი გახდეს რაღაც ბოლოს დიქტატორი, რაღაცა თქვათ თავის თავზე დიდი წარმოდგენები შეიქმნას და მიიყვანოს ქვეყანა დაღუპვისკენ. და მსგავსი არაერთი მაგალითი ქონია ჩვენს უახლოეს წარსულში. პირიქით ეცადეთ შექმნათ შემდეგი მექანიზმი. პირობითად ხართ 10 კაცი ამ გაერთიანებაში, მაგალითად სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის ერთი პიროვნება კონკრეტული, გაცილებით უფრო მეტად კომპეტენტური, ის არის აი ამ დარგში და იმ რეფორმებში ლიდერი. ერთად მსჯელობთ ყველაფერს და ერთად იღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა ის არის ლიდერი, მიყვებით იმას. ეკონომიკურ მიმართულებაში ან ფინანსების მიმართულებაში ვიღაცა მეორეა უფრო კომპეტენტური, მსჯელობთ ერთად, გადაწყვეტილებას იღებთ ერთად, შემდეგ მიყვებით იმას, ის არის ლიდერი. ეს თქვენ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ არ გქონდეთ მომავალში რაღაცა ძალაუფლებაზე ბრძოლის სურვილი, იმიტომ რომ თქვენ დარგში ხართ წამყვანი. მეორე ის რომ თქვენი გაერთიანება იქნება უნიკალური, მისი ასე ვთქვათ, რაღაცა ერთი ლიდერი არ ეყოლება, რომ ვთქვათ ის ამოიღონ სამიზნეში და მისი თქვა თუნდაც ლიკვიდაციით თქვენი გაერთიანება დაშალონ და მესამე ის რომ ეს არის ჯანსაღი რა. აუცილებლად უნდა ჩართოთ ამ პროცესებში მეცნიერები, ჩვენი ეს მეცნიერები, რომელიც ძალიან დიდ ცოდნას ფლობენ და მათ აზრსაც კი არავინ არაფერზე ეკითხება, ან ნებისმიერი თქვა პროგრამაზე მუშაობისას, ახლა ეს რა ვიცი, ახალს არაფერს არ ვიძახი, მაგრამ ყველაფერი უკუღმა ჩვენ ქვეყანაში ხდება რა. და ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას და აუცილებლად უნდა ჩართოთ ეს ადამიანები და დაეკითხოთ აზრს. და აი ამ თქვათ გზით მიიღოთ გადაწყვეტილებები, დაგეგმოთ თქვათ, სხვადასხვა რეფორმა იქნება თუ რაღაცა პროგრამა გასატარებელი რა. მოусმინეთ ასაკიან გამოცდილ ადამიანებს, დაიყენეთ ეს ადამიანები გვერდში. გაგიოლებენ ცხოვრებას, გადმოგცემენ თავიანთ ცოდნას გამოცდილებას და შესაბამისად დაგეხმარებიან რომ უფრო ადვილად მოახერხოთ წარმატების მიღწევა. ძალიან დიდი რესურსი ყავს ამის და ეს გამოსაყენებელია აუცილებლად. ასევე აუცილებლად უნდა გითხრათ, ერთადერთი ადამიანი ვიზეც მე შემიძლია, აი 1000%-ით გითხრათ, რომ თვალდახუჭული შეგიძლიათ ენდოთ. და არა თუ შეგიძლიათ ენდოთ, გეუბნებით რომ აი ამ გზაზე თავარი შუქურა, თავარი როგორ თქვა, აი არ ვიცი რა, ვისაც უნდა გაყვეთ, ყავთ ასეთი ადამიანი. ეს არის ჩვენი პატრიარქი. ხო, ვიღაცები ძალიან გენიოსები შენ არის ცირო ის რაღაცა კაკების აგენტი იყო და რაღაც და იმან კაკების აგენტია. 1977 წელს მოხდა ჩვენი პატრიარქის ინტრონიზაცია, ანუ პატრიარქად კურთხევა. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობაა რომ ეს ყოფილიყო რაზეა საუბარი, რომ დანიშნავდნენ ალბათ იქიდან. მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ხალხო. რაც ჩვენ პატრიარქმა გააკეთა ქვეყნისთვის, რასაც ის აკეთებს ქვეყნისთვის. ამაზე მე ცალკე ვიდეო შევწერ, ახლა აქ ვერ ვისაუბრებ ყველაფერზე რა, ანუ ეს დამიჯერეთ. აი მეტნაკლებად ხო გამოიტანეთ ასწავლას, რომ გიჟი არა ვარ რა. ეს ადამიანი არის წმინდანი. უახლოეს მომავალი თქვა თაობა შეიძლება ჩვენც კი ამ ადამიანს შედაცხავენ წმინდანად. აი ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ რა. დაანებეთ თავი აი ამ რაღაცას, რომ იმის აგენტი, ამის აგენტი. 79 და 78 წელს კი არა ხალხო, როდის იყო სალომე 2012-ში იყო თუ აღარ მახსოვს რა მნიშვნელობა. სალომე ზურაბიშვილი რომ კენც იყრიდა პარალელურად იყო გრიგოლ ვაშაძე ხო? ლამის 50%-მა მიეცით ხმა. და ვინ იყო გრიგოლ ვაშაძე არიცით? მოკლედ ეს თემა კიდე სხვა თემაა რა. უყურეთ შედეგს. ადამიანის საქმიანობა შეაფასეთ შედეგით. ხე ფასდება ნაყოფით, ასე არ არის? ადამიანის საქმიანობა შეაფასეთ თავისი ქმედებით. პატრიარქზე აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს, ისაც პირება მაქვს მიცემული რამოდენიმე ადამიანისთვის, რომ მეთქი მოკლედ რა. ჩავწერ ვიდეოს პატრიარქზე და აი კარგად გავშლი ამ თემას რა. მადლობა უთხრათ ღმერთს, რომ ყავს ასეთი ადამიანი, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. ვისაც შეგეძლოთ თვალდახუჭული გაყვეთ.
აქვე რო შევაჯამოთ ჩემი სიტყვა, ეს ბრძოლა მოსაგებია ჯერ სულიერად, მერე გონებრივად. შეიძლება ისეთ დონეზე წარმართო ბრძოლა სულიერად და გონებრივად, რომ იარაღის ხელში აღებაც კი არ დაგჭირდეს. მაგრამ გონებრივად ვერ მოიგებ, თუ სულიერად არასწორ მხარეს დგარ და ამ მხარეს დგახარ და ცუდ მდგომარეობაში ხარ. ის სიბრძნეები, რაც საბოლოო ჯამში გამარჯვებისკენ მიგიყვანს, აუცილებლად მისაღებია სწორი სულიერი ცხოვრებით. ეს თელი, არ ვიცი, შეიძლება იყოს მეცნიერება ჩვენი წინაპრებით როგორ ცხოვრობდნენ, რამხელა ცოდნას და სულიერ სიბრძნეებს ფლობდნენ. ერთადერთი გზა, რასაც შეუძლია ჭეშმარიტად გაბწყინება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, არის სულიერი აღმავლობის და სულიერი განვითარების გზა. მინდა რომ ეს იცოდეთ რა. მინდა რომ ეს გაითვალისწინოთ. ამ გზაზე საუკეთესო გზამკვლევი აქ ამ ქვეყანაში დარჩენილი არის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს მოусმინეთ, სულიერად სწორად განვითარდით. 7 წლის ლოცვებს მიაქციეთ მიანჭეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა. პატრიარქიც კი მე რამდენიმე დღის წინ შეხვდა თავის მოღვაწეობის გვირგვინად ამას ასახელებს. მე არ ვიცოდი რომ ეს ვიდეო ეხლა ხანს ვნახე რა. პატრიარქი მიიჩნევს თავის შემოქმედების გვირგვინად რომ ხალხმა პირჯვის წერა არ იცოდა ნორმალურად, აქედან მოიყვანა დღევანდელ დღემდე, ამბობს რომ ჩემი შემოქმედების ასე ვთქვათ შინაარს თავარ მიღწევა დასახელებს 7 წლის ლოცვებს. ამას მიაქციეთ უდიდესი ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვისა. აი ამ სწორი სულიერი ცხოვრების შემდეგ შესაძლებელია რომ მიიღო გონებრივი სიბრძნეები, რითიც რუსეთი კი არა, მთელი სამყარო აღდგეს თუ გინდა რა. თუ ქრისტე შენთანაა და თუ ღმერთი შენთანაა, რისი გეშინია. და თუ ის შენთან არ არის, მაშინ რისი იმედი გაქვს. აი ამაზეც მინდა რომ დაფიქრდეთ. ვინც მეთანხმებით აი ამ ყველაფერში რაც აქამდე ვისაუბრე, არ გჭირდება რაღაც სასწაული ფორუმების და კონფერენციების მოწვევა. ძალიან მარტივად ერთმანეთს დაუკავშირდეთ, აგერვა, შეგიძლიათ მომწეროთ, ან რა ვიცი თქვენ მიწერეთ ერთმანეთს და მეც დაგემატებით. ძალიან მარტივი ფორმით შეგვიძლია შევხვდეთ, აზრები გავცვალოთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რაღაცა გავაკეთოთ, რომ იქნებ უფლის შეწევნით მოვახერხოთ და ავიცილოთ ის მოსალოდნელი უბედურება თავიდან, ავაცილოთ ქვეყანას ხალხს თავიდან, რომელიც ჩემ და სამწუხაროდ დიდი ალბათობით დადგება. აქვე ერთი პატარა გადახვევა, დღევანდელ დღეს 5 წლის წინ, 3 დეკემბერს დაიბადა ჩემი დავითი. გილოცავ? მე არ ვიცი ამ ვიდეო შენოდის ნახავ. როდის გაიაზრებ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი და უკან არ ვიხევ არაფერზე. იმისთვის, რომ შენ და შენმა თანატოლებმა იცხოვროთ ძალიან მაგარ ქვეყანაში. მინდა ეს კარგად გაიაზრო იმისთვის, როცა შენ გაიზრდები, ღმერთმა აქნას და თუ შენც იგივე დაგჭირდა, იგივე გააკეთო. არ აქვს არაფერს აზრი, არანაირ სიცოცხლეს არ აქვს აზრი, თუ შენ სამშობლოს ხედავ გაჭირვებაში, ხედავ როგორ ყიდიან და შენ ამ დროს ხარ მოქმედოდ. იცი ხო? ჩვენ ვართ არაგველების გენეტიკის უკან არ ვიხევთ არაფერზე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დგას წინ. თავარია ჩვენს გვერდით არის ღმერთი. ფარავდეს ღმერთი შენ და ჩვენ სამშობლოს.